მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 1 სექტემბერი და სტოპ ნარდო. წამოვედი სახლობელ ადამიანებთან. ჩემი ძმა, ბადრი, ნიკა, ვაჟა, ერთად წამოვედით სანადიროთ წყერზე. ყავს 3 ძაღლი, ბობი, ლეკო და ნარდო. 2 კურსარი და 1 ეპანეოლი, ხო? ხო სწორად. ველოდებით ახლა გათენებას და იმედია კარგი ნადირობა გვექნება. ბადრი, რა სიტყვი? არავინ რა ვდავთ, ნადირო. დავით, რამდენი წელი არ გინადირია? მაგარია. წყერი არის დგას. ველოდება ეს. ეგერე ხელს იქნებს. დავიწყეთ ნადირობა. ო, კარგი ნადირობა. ხო. დათო ქედანზე რომ ყავდა წაყვანილი, მაგდრეს რომ ქედანი ვნახეთ, მაგდენი ქედანი არ გინახია, кайფეხია. გააშავა. აბა, ნახოთ, იმედია მწყერზეც მასე იქნება. წავედით. დავიწყეთ ნადირობა. შემოუშვით ნარდო მინდორში. დღეს ვინადირებთ ილდიზი ელეგანტ ასამით. შოტკამი გვაქვს, აქაც დამაგრებული. ვაჟა ნადირობს ვოლტერიემ 13-ით. და მიდი ნარდო. შემოგივლე, მიდი. აბა, კარგი ბიჭი ხარ ნარდო. პროსტა ერთი მინუსი ისაა კაკაურობას, რომ ცვარი არ აქვს რა. მე რამდენი წამოსვლაა და ცვარი საერთოდ არ აქვს კაკაურობას. ახსაც შესაბამისად უჭირს წყერიც მოძრაობს. გაურბის. რა, მაინც ოჩაღებს. საათ ნახევარზე მეთხანს მაინც არ ვანადირებთ. ნახე? წინ. აბა. ცოტა მაღალი ბალახია. ნახე ნარდო. კარგი ბიჭი. ნახე ნარდო. ნახე. ნახე ნარდო. ნახე ბიჭო. რატო დააგვიანე? ვიხედე. ოჩაღ ნარდო. ოჩაღ ნარდო, აბა ანახინე. იპოვის ეს. ნახე? ნახე ნარდო? ნახე? ოპა. შეგინაცვალე მე. ოჩაღ ნარდო. ნახე? წინ. კიდე არა მოაფრინოს ყურადღებით ხავ. წინ, აგერა. უყურე? ყურადღებით? მიდი. ბრავო ნარდო. ოქრო ბიჭი ხარ. ყოჩახ, აუჩქარე და ძაღს დაუდექი უკნიდან. რამოდენიმე ყავს? ყოჩაღ ნარდო, რამოდენიმე ყავს? ყოჩაღ ნარდო. წინ. ააფრენს ახლა. წინ. გაიქცა. წინ, გაურბის. ნახე ნარდო. ნაჯდომი იყო რაღაც სერიოზული გუნდი. ტოტყვილა არ გააკეთებდა. ოჩაღ ნარდო, კარგი ბიჭი ხარ. როდესაც როგანგაში იყო.
აჰა. წინ. ნახე. ნახე. ნახე ნარდო. სტოპ. კარგი ბიჭი. ოჩა. ო, ეს კაი მწყერია. პატარა იყო. აღარ ვესროლე. კარგი ბიჭი. ეს 4 ცალი აფრინდა. კი, ნახე ხო. всё, კაი ბიჭი ხარ. იმას აღარ ვიესწრებს, მეურვეს მესროლე, მაგრამ მესამეს აღარ ვიესწრებს. ხო, აი ეს ხა შევყვეთ და გადავყვეთ. თამაში ჩარჯდა კიდე რამოდენიმე წელი. ჩამოვაგდე რამ ხელაზე, აგე მეორე აფრინდა. აუ ეს იყო მე მგონი რეკორდი. ნახე ნარდო. ნახე. ნახე. ნარდო ნახე. დაიჭრა და ეგერ ჩავარდა. მივალ იქამდე, მივალ, არ გინდა. მაღალ ბალახშია ძალიან. დროს დავკარგავთ. აქედან არის 40 მეტრაში, აი იქ. ყოჩახ. წინ. აი ქარი რამდენს ნიშნავს, ნახე საიდან აიღოს უნი. კარგი ბიჭი. ყოჩახ ნარდო. წინ ნარდო. კარგი ბიჭი. აუ ქარი ნახე რას უშ. აგე. ბიჭო მეორე აგერ. მესამე აგერ. ძაღლმა დაინახე რა გააკეთა. ყოჩახ ნარდო. ძაღლმა სერიოზული რაღაცები გააკეთა. შემოუარა 4-ვე მწყერს. ყოჩახ ნარდო. სუპერი ხარ ნარდო. ხო. თქვენაკე. მალადეც, მაგარი შედეგია. კაი ძმო. კაი. არა. როგორ არ არის, ჩემო ნახე გუნდები პროსტა ხალხია ბევრი რა და ხელს არ უშლით რა ფეხებში არ ვედებით თორე. დავი ნახეთ ერთი 12 წელი წელი ნახეთ უკვე. აგე, ხალხა ჩამოვაგდე ამ წამს. მაცადე ეწამე, ხალხა ჩამოვაგდე. კაი.
ნარდო აი ხალხა ჩამოვაგდე ხო ნარდო წინ ტელეფონზე ვლაპარაკობდი ისე აგერიჟდა ნარდო ნახე ბიჭო ნახე ბიჭო ნახე ხო ნახე ბიჭო ნახე მიდი ეს არ უნდა დავკარგოთ ნახე ოჩახ ნახე ბიჭო всё მომე ოჩახ მომე всё აგე ოჩახ ნარდო ჩემპიონი ხარ კაი კი მონდა აუ რა ხელარი ესეც ხალხა საღო ნარდო გამოდი აქეთ კაი ბიჭი აუ რა კარგია იქ კი ხალხა საღო ხალხა კაი აი ნაწვიმარებმა იცის რა დაიჭრა ერთი ჩავარდა თქვენ წინ ერთი ჩავაგდე იქ მოვკალი ისე ხლა სადაც დაწილი ჩაიდამ დავი მეც დავინახე და მოიცა ერთი წამი გაგექცა ხედავ ზის წყერი ყურადღება უნდა ყურადღებით იყავი აქ წყერი ზის ნახე ოჩახ ნარდო ნახე ერთი ცალი უყურე რა გავაკეთოთ იცი ცოტა შიგნით შედი არა ის დავინახე სადაც მოვკალი ის არა რომელზე დაიჭრა იქ შაშ ვიცი ის დავინახე და ცოტა წინ მოდი და მან დამელოდე მან ერთი ცალი ჩამოგდებული მყავს ხო კი აგერ არის ის დაიკარგა ძალიან ცუდ ბალახში, ანუ მინდვრიდან რომ ბრინდებოდა, ცდილობდა წერი წასულიყო ეკლიან, ჯაგიან, ამბროზიან რაღაც ბედურ ბალახში, სადაც ძაღლი ფაქტობრივად უშახსო იყო რა, არც კი სრული არც კი ხონდა რომ ძაღლი შესულიყო, თან პატარა არის ჩვენი ძაღლი ასაკეთ. ერთი წლის არის ზუსტად, ხო? ერთი წლის თავაზე ძალიან კარგად იქნა. მინდა ჩემო მეგობრებო აღნიშნო რომ ირაკლი ძალიან კარგად წვნის აც. ამას აღნიშნავ ყოველთვის, იმიტომ რომ ერთი წლის კვალობაზე წვიკა ყველანაირი გაზვიადების გარეშე ძალიან კარგად მუშაობს. და მე რაც ვნახე, იქ შეხვდნენ 4 კაცი, ავდათ 4 ძაღლი. ზოგი ოფისს ეშინოდა, ზოგი გარბოდა, არ ემორჩილებოდა. აი, მართლა კარგად მუშაობს რა უკვე რა. ორცერცაში საერთოდ იქნება სასწავლო მესვები. კი, მოვიპოვეთ ერთიანობაში 10 მწყერი, 1 ღალხა. 5 ცალი მწყერი. წამოდებული ხო? დავკარგეთ 4 ცალი მწყერი, ავაცილეთ. ვის არა უცელია. მონადირეთ უყურო და აცილეთ. კი ბატონო.
ყველას მინდა წარმატება გისურვოთ, წარმატებული ნადირობა, წარმატებული თევზაობა. ეხლა ალაზანზე ჩამაია მოდისო თურმე ძალიან ბევრი და კარგად თევზაობენ ბიჭები, მაგრამ ჩვენ მაინც ნადირობის სეზონზე ყოველთვის მეტად ნადირობას ვუთმევთ დროს. განსაკუთრებით ნარდო ახალი დაგეშილია და ეხლა ჭირდება მას უფრო მეტი შრომა და ყურადღება. ისე ირაკლი ყოველ წასვლაზე ჩვენ 10 მწყერი, 8 მწყერი კი. სულ ხო აი კი, 18 იყო კიდე ამას წინათ. სულ ვიღებთ აი. ლიმიტებიც ავიღეთ, ანუ 10 წელზე ქამოთ ჩვენ მეგონი არ წამოსულოთ. კი, ეგრე არის და ვაყოფილები ვართ ხა თბილისთან ახლოს, ამაზე კარგი შედეგი ადამიანმა რა უნდა დადო, ახლობლები არიან წასულები ჯავახეთში იმ ხელაგზაზე და ესეთი შედეგებიც არ აქვთ რა და ჩვენ დროც არ აგვაქვს ძალიან გვიყვარს ჯავახეთში სიარული, იმიტომ რომ თვითონ ძაღლისთვის პირობა უკეთესი არის. ნამი აქვს, წარმოიდგინე 11 საათამდე ძაღლს, ეგ არის ძალიან მაგარი. უფრო ხანგრძლივი ნადირობა და საათ ნახევარში რაც შევძელით ეს იყო. ყველას წარმატებული ნადირობები უსურვოთ, კარგი სეზონი არის, მწყერი თითქმის ყველგან არის და ჩვენც როდესაც ვნახავთ უკვე თავისუფალ დროს ერთდღიანი, ორდღიანი ამბავი, ჯავახეთი უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. იმიტომ რომ ეგ მხარე ძალიან გვიყვარს, ძალიან მრავალფეროვანი ბუნება არის და იქაურ ნადირობას აბსოლუტურად სხვა დაკრთვა აქვს, ესე მეთქოდი რა. ყველას წარმატებები, მეგობრებო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ სტატისტიკა ვნახე და 80%-ზე მეტ არხი არ აქვს გამოწერილი რა. და ესეთი ვიდეოები რო არ გამოგჩეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაალაიქეთ ეს ვიდეო. და თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარში. აბა, დროებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის, კარგად.